გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. ძლდება საგაზაფხულო სამუშაოები. დღეს ზოგიერთ ძლიერ ოჯახს დავუმატებთ სართულებს. თან მაქვს ცარიელი ჩარჩოები, შევინახე სპეციალურად გაზაფხულისთვის. მე დაფნის ფოთლებში ვინახავ მეგობრებო ჩარჩოებს და ამდენი წელია უკვე ამ მეთოდს მიმართავ. არაზოს არ ყოფილა რომ ამ პეპე ლანჭი ან რაღაცა მენახოს გაზაფხულზე. მაინც და მაინც საამაყო ამინდები არ იყო. აკაციის ღალის დაწყების წინ და აუჭირდა ფუტკარს. მაგრამ ზოგიერთი ოჯახი მაინც არის მოწოდების სიმაღლეზე მეგობრებო. აი ამ ოჯახს დავადგავთ ეხლა სართულს. თეთრი ბიჭები ბუდეში მივაწოდოთ ფუტკარს. უყვარს დედა ფუტკარს და უცეფიცის კვერცხის დადება. ძალიან ფრთხილად რომ ფუტკარი არ დაზიანდეს. ამინდებმა თუ შეგვიწყო ხელი, რაღაც რაოდენობის თაფლი მაინც იქნება, მეგობრებო. ამიტომ ისეთი ოჯახებიდან, საიდანაც რეალურად შეიძლება რომ თაფლი ავიღოთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხიარული ფუტკრის ვიდეოების სპონსორი არის რესტორანი სახში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში ნიკიტინის 7 ნომერში. ატარეთ მეგობრებო სასიამოვნო გარემოში, სასიამოვნო დრო. ვიდეოს აღწერაში იქნება სპეციალური QR კოდი, რომლის წარდგენის შემთხვევაში იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. აი მძიმე ჩარჩო არის. ძალიან ბევრმა ფუტკარმა მიკბინა. ძალიან კარგი, საფუტკრეს შეემატა კიდევ ერთი თაფლის მომდანი ოჯახი. აი ვარ, შეეძინა მეგობრებო ძმები. ასე რომ, ვისაც გაინტერესებთ გერმანული ნაგაზის ლეკვები, ვიდეოს აღწერაში იქნება გრიგოლის საკონტაქტო. მესამე სართული შემოვადგი მეგობრებო. აქე ვადიდე ფუტკარი. აუ რა კაი სიტუაცია. ნახე მე ბოლოს. სადა ვიდეო. თურმე კამერა არ იწერს. მოკლედ ერთი ფიქრი, ისიც ვიფიქრე დავშლის კაცს და თავიდან ჩავწერთ ხო, მაგრამ ისე ვარ დაღლილი. დავანებე თავი. ძალიან ძლიერი ოჯახია მეგობრებო. აქედან მივდებით ბევრ თაფლს. რამოდენიმე მეფუტკრე დამიკავშირდა, ქონდა ჩაკირული ბარტყის სიტუაცია. ასკოფეროზი ქვია და ისეთი საგანგაშო სიტუაცია არ არის მეგობრებო. თავარია თუ ფუტკარმა ვერ გაწმინდა, როდესაც ფუტკარი წმინდავს, საფრენზე იწის გამოყრა და საფრენის წინ იქნება დაყრელი ეს ჩაკირული ბარტყი. თუ ასეთი სიტუაცია არ არის, მაშინ მეფუტკრე ეხმარება ოჯახს, მეფუტკრე წმინდავს სკას. უნდა მოხდეს ბუდის შევიწროება. ძირითადად ეს იმის ბრალია, რომ ძალიან დიდი სინესტე იყო ადრე გაზაფხულზე, იყო ყინვები, შემდეგ რამოდენიმე დღე მზე, სითბო, მერე ისევ ყინვები. ზოგი მეფუტკრე თავის თავს აბრალებს და მეფუტკრის ბრალი ნამდვილად არ არის. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა მეფუტკრის ბრალი, თუ დროზე ადრე დაიწყო ბუდის გაფართოება. ამიტომ მაინდა-მაინც თქვენ თავს ნუ დაადანაშაულებთ, ეს ბუნებრივად მოხდა, არის დიდი სინესტის ბრალი. საქმეს ეშველება, როგორც თქვი, გაწმინდეთ სკა. ძალიან კარგი იქნება თუ სხვა ძლიერი ოჯახიდან ჩამოაშენეთ სადედეს და მიცემთ ოჯახს. ჩემთან საფუტკრეში ჩაკერული ბარტყის სიტუაცია არ ყოფილა. მართლა ველოდებოდი სხვასთან თუ იქნებოდა, ჩემთანაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ რაღაც ვარიანტი ალბათ გადავრჩი. დღეს დავასრულე ძლიერ ოჯახებზე სართულების დამატება, ასაშენებელი ფიჭებიც მივეცი, ცარიელი ჩარჩოებიც მივაწოდე. გაწევრიანეთ მეგობრებო Facebook ჯგუფში ხიარული ფუტკრის საძმო. აი იქ შეგვიძლია გავაგზავნოთ საუბარი საგაზაფხულო სამუშაოებზე. დიდი მადლობა ამ ვიდეოს ნახვისთვის, დაალაიქეთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ხიარული ფუტკრის გამოწერა. დიდი მადლობა ყველას.